მოგესალმებით ეთერშია SDASO TV-ს საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიევა გაგაცნობთ. პოლიტიკური ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ვინმე რომ ჯო უილსონის კანონიდან მოწოდება სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას მის პრეზიდენტს რომ რუსეთისა და ირანის გავლენები შეისწავლოს ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა რომელშიც საქართველოსაც არის საუბარი. გამომდინარე იქიდან რომ კანონ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია პაპუაშვილი აღნიშნული საკითხის დაყენებას მის პირად აკვიატებას უწოდებს. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი მიიღო, რომელშიც საქართველოსაც არის საუბარი. კანონ პროექტი ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა წარადგინეს. საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველო წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამგვარი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნასა და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარეზე წოლით, აღნიშნა პაპუაშვილმა. საჯარო შესყიდვების შესახებ კანონი 2027 წლის 1 იანვრის ნაცვლად 2030 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. აღნიშნული კანონის ამოქმედების თარიღის შეცვლის ინიციატივით პარლამენტს მთავრობა მიმართა. როგორც მთავრობა განმარტავს, ცვლილების მომზადება ევროკომისიის დირექტივას უკავშირდება, რომლის იმპლემენტაციისთვის და ქართულ კანონმდებლობაში დანერგვისთვის კანონის ამოქმედების ვადის გადაწევა გახდა საჭირო. მთავრობის შეფასებით, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოფილ იქნება საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება. ვადის გადაწევაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტმა მესამე მოსმენით ქართული ოცნების კანონ პროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება. საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები 72 ხმით ერთხმად მიიღეს. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან არის გათავისუფლებული, თუმცა ანალოგიური შეღავათი აქციზის გადასახადზე არ ვრცელდება. ინიციატორთა განმარტებით ეს მნიშვნელოვან პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს ქმნის აქციზური საქონლიც, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე სახელმწიფო საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს აქციზის გადასახადის გადახდის ვალდებულება იკისრება. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. პარლამენტი დაჩქარებული წესით ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა გააცნო. ცვლილებებით მასწავლებლობის მაძიებლის, შემცვლელი სპეციალური მასწავლებლის პროგრამის მასწავლებლისა და პროგრამის სპეციალური მასწავლებლის ცნებები განისაზღვრება. კანონ პროექტის თანახმად მასწავლებლობის მაძიებლად შესაძლებელი იქნება იმ პირის დასაქმებაც, რომელსაც აქვს სულმცირე ბაკალავრის ხარისხი, ასევე პროფესიული განათლება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით. ინიციატივას პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს. ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად და ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ. მზად ვართ ვისაუბროთ. თუ კი რაიმე გამოსასწორებელია, გვითხარით საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 11 ივნისს ევროკომისიაში ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე დაგეგმილ ტექნიკურ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძის შეფასებით აღნიშნული საკითხით საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი კვლავ გრძელდება. მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა და ყველამ პატევი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ვასო ურუშაძის განცხადებით კატეგორიულად მოითხოვენ შემცირდეს პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმები. როგორც ურუშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჯარიმებს არანაირი კავშირი არ აქვს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან და ის თბილისის მერმა კახა კალაძემ თითოეულ მოქალაქეს ხარკად დააკისრა. ფაქტობრივად დღე არ გავა, რომ ძღოლი არ დააჯარიმონ. 1100 ჯარიმა თბილისში მხოლოდ ერთ დღეში იწერება არასწორი პარკირებისთვის. ამას აკეთებს კახა კალაძე, რომელიც არც ინფრასტრუქტურას ავითარებს, არც საგზაო მოძრაობა აინტერესებს მხოლოდ
ჯარიმები აინტერესებს. დღეს ქართული ოცნების მხრიდან манипуляციურად საუბარი, რომ ჯარიმები თურმე დიდი ტვირთი ყოფილა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის და აძვირებს მათ ცხოვრებას, არის კიდევ ერთი ფარსი, კიდევ ერთი დიდი ტყუილი, განაცხადა ურუშაძემ. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით ირანელმა მაღალჩინოსნებმა პირდაპირ მას დაურეკეს და აშიშის მიერ დაწყებული დაბომბვის შეჩერებას თხოვეს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. პრეზიდენტმა Fox News-ს ასევე განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშიშის ოპერაცია მოიცავდა 49 თომაჰავკის რაკეტის განლაგებას გამანადგურებელ თვითმფრინავებთან ერთად, რომელთა სამიზნე სარადარო და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. გავრცელებული ინფორმაციით დარტყმები თეირანიდან დაახლოებით 40 მილის დაშორებით და ირანის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ სპარსეთის ყურეში მდებარე პოზიციებზე განხორციელდა. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა სწრაფად გააძლიეროს სამხედრო მოქმედებები თუ თეირანი მალე არ მოაწერს ხელშეთანხმებას მიმდინარე კრიზისის დასასრულებლად. ხვალ მათ ძალიან ძლიერად დაუბომბავთ, აღნიშნა ტრამპმა. ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიძე დაპატიჟა, რომელიც საფრანგეთში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მაკრონის თქმით, მან უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიძე დაპატიჟა, რომელიც შემდეგ კვირას საფრანგეთში გაიმართება, რათა კონსენსუსი აღადგინოს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მან ასევე 4 არაბული ქვეყნის ლიდერები მიიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის განსახილველად. ცნობისთვის, დიდი შვიდეულის სამიტი ფრანგულ საკურორტო ქალაქ ევიანში გაიმართება. ვიმედოვნებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტერ მადიარის შეხვედრა უახლოეს დროში ჩატარდება. გვაქვს დადებითი სიგნალები. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა. ტიხიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა. ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრა უახლოეს დროში ჩატარდება. არ გავამხელ ჩატარების ადგილს ან ზუსტ დროს, მხოლოდ დავადასტურებ, რომ ამაზე ვმუშაობთ და გვაქვს გარკვეული დადებითი სიგნალები, რომ შეხვედრა შესაძლოა უახლოეს დროში ჩატარდეს, განაცხადა ტიხიმ. მან ასევე განაცხადა, რომ დღის წესრიგი საკმაოდ აშკარა იქნება და აღნიშნა, რომ უკრაინას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება სურს. შვედეთში მამაკაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შვედეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 34 წლის მამაკაცია, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა. პროკურატურის ცნობით, ეჭვმიტანილს ცნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდა. ეჭვმიტანილმა ინფორმაციის გადაცემა 2025 წლის ნოემბერში მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სცადა, განაცხადა საქმის პროკურორმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.